ქეთი 12 წლის ხდება. ბოლო 2 წელია ის იმ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასვენებას ფინანსურად უწყობს ხელს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსი 2 წლის წინ მიანიჭეს. უნდა წახვიდეო, იმიტომ რომ სამზარეულოს თავზეაო შენი ნომერიო და მე მეგონა რომ მეუბნებოდა რომ სუნი ხო არ გაწუხებს სადილის მზადების და წინასწარ უთხარი რომ მე არა უშავს მეთქი. თურმე მეუბნება რომ არა გიბრუნებ და შემდა წახვიდე. იმ სასტუმროდან წამოვიდნენ, ახლა სხვაგან ისვენებენ. როგორც მისი დედა გვანცა გვიყვება ბავშვის არატიპური ქცევის შესახებ სასტუმროს პერსონალი წინასწარ გააფრთხილა. ამბობს, რომ პრობლემები პირველივე წუთებში დაიწყო, როდესაც დაბინავებისას მეპატრონემ გოგონას სხვა დამსვენებლებისგან იზოლირებას სცადა. პირველად შევეჯახე ესეთ ფაქტს, რომ ვიღაცა გვაგდებს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი პრობლემის გამო, მოკლედ ჩვენი მდგომარეობის გამო, ანუ ბევრჯერ სადაღარ ყოფილვართ და ბევრჯერ ყოფილა პირიქით ზედმეტი ყურადღება, ამას პოზიტიურ დისკრიმინაციას ეძახიან და ამითიც დავუშვათ შევწუხებულ ან რაღაცა იმაზე მეტი ემპათიის გამოხატვა ვიდრე საჭირო იყო, ან რაღაცა სინანულის და აი ვიცი ამასაც დავუშვათ უტკენია გული, მაგრამ გამოაძევეს სასტუმროდან, მას არ გაეწია მომსახურეობა იმის გამო, რომ ის არის აუტისტური სპექტრის მატარებელი ადამიანი. კი, ნამდვილად აქვს მას ეს პრობლემა, რომ ემოციას გამოხატავს ძალიან ხმამაღლა მათ შორის უარყოფით ემოციასაც და დადებით ემოციასაც, მაგრამ არაფერი ისეთი, რომ მისი მართვა არ შეიძლებოდეს. გვანცა ახლა სასამართლო დავისთვის ემზადება. დავის მიზანია, რომ სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტუროს. ჩემი მხრიდან სასამართლოზე არავითარ შემთხვევაში არ დადგება საკითხი, რომ რაიმე ტიპის მატერიალური ზიანი ამინაზღაუროს, იმის მიუხედავად, რომ მე იძულებული გავხდი წამოსულიყავი. ინკლუზია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ამ ადამიანებს ვეხმარებით და როდესაც მეუბნები, რომ კი გავიგე, რომ პრობლემა აქვს, მაგრამ მოდი რა იზოლირებულად ყავდეს ამ პრობლემით, უკვე ეს არის დისკრიმინაცია, უკვე შენ მე ხელს მიშლი, რომ მე მას დავეხმარო, თუნდაც ის რთული ქცევა რაიმენაირად გადალღოს. ვერ წარმოიდგენთ ქეთის როგორ ურთიერთობაშია ქეთისთან და ზოგადად ბავშვებს რამდენად კარგად და ბევრად უკეთესად ესმით, როგორი ურთიერთობა განსხვავებული საჭიროების მქონე თანატორებთან. აი, შეგვიძლია რომ ვუყუროთ მათ ქცევას და ვისწავლოთ მათგან. გვანცა გულიაშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით აწყდებიან. კი, ფინანსდება თერაპიების 20 საათი, რომელიც სინამდვილეში სხვაში წვეთია და მაინც მშობლის ჯიბიდან გაცილებით დიდი თანხის დახარჯვა ხდება. როგორი იქნებოდა მაგალითად მართლა სოციალურად შეჭირვებული დედის მდგომარეობა ჩემ ადგილას, რომელსაც მოუწევდა რომ დილას მართლაც მოეკიდა ხელი საკუთარი შვილისთვის, სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩასულს, ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტში ჩაესვა და უკან ჩამოეყვანა. ან მოუწევდათ, რომ აქეთ ბოდიში მოეხადათ და დათანხმებოდნენ იმას, რომ ხო, როცა არავინ არ იქნება ბასეინზე, მაშინ შევათ ჩემი შვილი. მართლა ინფორმაციის დეფიციტი აქვს, იცით? როგორ რა მოხდა ამბობს, აი პირდაპირ ამბობს, რომ აი რა მოხდა თუ ისეთ დროს ჩავა ბასეინში, როცა სხვა ბავშვები არ იქნებიან. ისევ თუ კი ვამბობ, რომ მინდა საინფორმაციო კამპანია, მინდა ცნობადობის გაზრდა, აი ეს სასამართლო პროცესით, სადაც უნდა დადასტურდეს ამ ფაქტის დისკრიმინაცია, როგორც ფაქტი, უნდა იყოს აი ამ ცნობადობის გაზრდის და აი ამ ყველაფრის ნაწილი. მხოლოდ ამიტომ ვარ დაინტერესებული დღეს უკვე აი ამ სასამართლო პროცესით. 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომლის ამოქმედებაც 2014 წლიდან დაიწყო. სპეციალისტების შეფასებით ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე გაურკვეველია, როგორი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელი იმ პროგრამებისა და სხვადასხვა თერაპიის ბედი, რომელთა დიდი ნაწილიც საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსდებოდა. თერაპიები და ყველაფერი ფინანსდებოდა წლების განმავლობაში საერთაშორისო პროგრამებით და პროექტებით. ძალიან გვიან დაიწყო ამ ყველაფერში სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის ჩართულობით ეს თერაპიები და ყველას შეგვეხვა, ანუ ამხელა რესურსი დაიხარჯა, ამხელა შრომა გაწიეს ადამიანებმა და ეხლა არ ვიცით. უკვე ვგრძნობთ, უკვე ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ იმის ნაცვლად, რომ კიდევ ამბობ, ძლიერდებოდეს ეს სექტორი, რომელიც
ზურგია, დამცველია არა მხოლოდ დაუშვათ შეშმოპირი ბავშვების, არამედ ნებისმიერი განსხვავებული საჭიროების, განსხვავებული რელიგიის, განსხვავებული წარმომავლობის, განსხვავებული იდენტობის ადამიანის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და თვითმმართველობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების მომავალი კი ასევე გაურკვეველია. მეტნაკლები ეფექტურობით ეს საბჭოები მოქმედებდნენ და რაღაცა წვლილი შექონდათ კონვენციის განხორციელების საქმეში. თუმცა რა თქმა უნდა ამ ბოლო მოვლენებმა ეგრეთ წოდებულმა რუსული კანონმდებლობა იქნება ეს თუ ფარა რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება მოგეხსენებათ და ეს იგივე გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მონაწილეობას კვეთრად ზღუდავს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ შეზღუდული პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებზე. ეს არის მთავარი, მაგრამ წარმომადგენლობითი ორგანიზაციების გარდა ამ პროცესში, კონვენციის განხორციელების პროცესში არიან ჩართული სერვისის მიწოდებელი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელზეც ძალიან ბევრად არის დამოკიდებული კონვენციის წარმატებული განხორციელება. სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ზოგადად ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, კოლექტივითი ორგანიზაციები, ესენი ყველანი მონაწილეობდნენ ერთად აი ამ კონვენციის განხორციელების პროცესში და როცა მთლიანად სექტორს ექნება პრობლემა, გამორიცხულია ეს რამე ვთქვათ შუმპირთა რაღაცა ნაწილს ჩართულობა არ შეზღუდება. სახელმწიფო უნდა მოახერხოს ის, რომ სწორედაც შუმპირთა არსებითი მონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილებები სხვადასხვა მიმართულებით, რათა უფრო ეფექტური იყოს, ეფექტური გახდეს სახელმწიფო პროგრამები, ეფექტურად მოხდეს ბიუჯეტირების პროცესი და ეფექტურად მოხდეს თითოეული იმ თეთრის ხარჯვა, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს. კობა ნადირაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მრავალი წელია მუშაობს. ის იმ ბიუროკრატიულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასვენების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას თან ახლავს. ძალიან ბევრი ვარიერები ხდებათ შუმპირებს იმისათვის, რომ ჯერ ჩაერთვნენ საერთო ამ პროგრამაში. ხშირად გებულობთ, რომ რაღაცა პრობლემები არის, მაგრამ ვიმეორებ, ამას სჭირდება სისტემური მონიტორინგი, ამას აკეთებდნენ ხოლმე სამოქალაქო სექტორში მომუშავე ორგანიზაციები და თქვენ იცით, რომ ასეთ ორგანიზაციებსაც სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნათ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დაიწყეს ჩვეულებრივ სკოლებში სწავლა სხვა ბავშვებთან ერთად, ინკლუზიურ განათლებას რაც შეეხება. მეტნაკლებად მსხვილ ქალაქებში გამოჩნდა მისაწვდომი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რითაც სარგებლობენ შეზღუდული და ესაც თავის გავლენას ახდენს. ადრე თუ დაუკითხავადაც შეეძლო ვინმე მოსვლა და დახმარების აღმოჩენა, დღეს ახლა იციან ბევრმა და გეკითხებიან, რომ ხო არ დაგეხმაროთ მაგალითად, ან როგორ შემიძლია დაგეხმაროთ. ეს არის ძალიან კარგი, თუმცა საკმაოდ ჩამორჩება ჩემი აზრით სახელმწიფოს დამოკიდებულება აი ამ ცნობიერებას. ჩვენთვის იყო ცუდი გამოცდილება, ჩემთვის და ქეთისთვის, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ თუ ეს გამოცდილება ამ ზაფხულს ვინმეს აარიდებს მსგავს ამბავს, უკვე ჩავთვლი, რომ აი რაღაცა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მანდ ვდარდობდი რა, რომ კი მეთქი, მე ჩემშვილს ყველაფერს უკეთებ, მაგრამ აი რაღაცა უფრო მეტია, როგორც ჩანს საჭირო ძალიან ბევრმა კერძო მეპატრონემ და სასტუმრო მომწერა და სრულიად უსასყიდლო ჩემო მთავაზეს დასვენება ქეთისთვის და ეს მხარდაჭერა რო ვიგრძენი იმ მომენტში მართლა ძალიან მჭირდებოდა რა. დაუხურეს ერთი კარი, მაგრამ ბევრი კარი გაგვიღეს და ეს მაძლევს იმის იმედს და განმაწყობს ძალიან პოზიტიურად რაღაცნაირად, რომ გვაქვს ჩვენ იმის რესურსი როგორც საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ ამ კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება და გადაილახება ბოლომდე ეს პრობლემა, სადაც ჯერ კიდევ ესე რაღაცნაირად ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ წადი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ
განსხვავებული მდგომარეობა გაქვს დაუშვათ ყველას იქ ყოფისგან, არაფრით არ მაგითხრას.